დიდთოვლობის შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად შეიძლება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის კოტე ბერიძიშვილის ინფორმაციით, ჭერემში გზა უკვე გახსნილია და მაღალი გამოვლობის ავტომობილით სოფელთან დაკავშირება შესაძლებელია. ასევე პრობლემური ზიარი, არაშენდისა და მელაანის მონაკვეთებიც გაწმენდილია. დიდთოვლებამ სერიოზული პრობლემები შექმნა როგორც საქართველოს მასშტაბით, ისევე გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკმაოდ დიდი ნალექი მოვიდა, მაგრამ ოპერატიულად იმუშავა ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა, საგზაო დეპარტამენტმა, ჩვენმა აიპებმა, მუნიციპალიტეტში დაქვემდებარებულმა აიპებმა ყველა გზა გაწმენდილია, ყველა სოფელში ცენტრალური მაგისტრალები გაწმენდილია დღეის მდგომარეობით. სოფლები მოწყვეტილი ერთადერთი სერიოზული პრობლემა იყო სოფელ ჭერემში და მეორე დღისითვე გავაგზავნეთ ტექნიკა და გზა გასუფთავებული, ანუ ჭერემში მოძრაობა შესაძლებელი ოღონდ, რა თქმა უნდა, მაღალი გამოვლობის მანქანებით. გზებზე დღეის მდგომარეობით მოყინული მონაკვეთები